ბოროტის საქმეები არის დამსხვრეული. ბოროტს არავითარი ძალაუფლება არ აქვს ჩემზე, იესო ქრისტეს სახელით. იესო ქრისტეს სახელით. თქვი ბოროტს არავითარი ძალაუფლება არ აქვს ჩემზე. ამინ. დიდება ღმერთს, დიდება უფალს, მისი საქმე წასულია, ის დამარცხებულია. ჩვენ ვეკუთვნით ჩვენ ძვირფას ღმერთს, რომელიც არის გამარჯვებული ღმერთი, რომელიც არის მომავლის ღმერთი, ის არ არის წარსულის ღმერთი, ის არის მომავლის ღმერთი, ის არის მარადიულობის ღმერთი. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყურებ ჩამოყრილები ვიყოთ. არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დეპრესირებულები ვიყოთ, იმიტომ რომ მომავალი გვეკუთვნის ჩვენ დიდებული იესოს ჯვარცმის დამკვდრეთი დაღდგომის გამო. დიდება იესოს. მეორე ჯულის 30:19-ში წერია, ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მის მცნებებს, რათა გქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ. ჩვენი მისი მცნებები ჩაწერილია მის სიტყვაში და მისი მცნება არის ის, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომ ის დავაყენოთ პირველ ადგილზე. რომ მისი მადლით ვართ გადარჩენილები, დახსნილები, გამართლებულები, ჩვენა ვართ მართლები, ეს არის იურიდიული სტატუსი. არ არსებობს ბოროტი ვერ დაგვდებს ბრალს და დანაშაულს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს სისხლი ღაღადებს, რომ მე ვარ თავისუფალი იესო ქრისტეში. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება, იცით, უფლება არის იურიდიული სტატუსი. მე მაქვს უფლება, ამიტომ რადგან მაქვს უფლება, რადგან კონსტიტუციით განსაზღვრულია, რადგან კანონით დამტკიცებულია, რადგან მიღებულია ეს კანონი, მე მაქვს უფლება სიცოცხლის ხის მიმართ. მე მაქვს უფლება, რომ ვიყო მარადიული და ლაცოცხალი. მე მაქვს უფლება, ვიყო გამარჯვებული. სიკვდილს არ აქვს უფლება, მე მაქვს სიცოცხლის უფლება. დიდება იესოს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი ძვირფასებო, ჩვენი უფლებები ვიცოდეთ. ეს დამტკიცებულია გოლგოთის ჯვარზე, მიღებული იყო ეს უფლება და არავის არ აქვს, რომ კანონს გადავიდეს ზეცაში და არც დედამიწაზე. დიდება იესოს. თქვი მე მაქვს უფლება. ხელი აწიე და თქვი მე მაქვს უფლება. მე მაქვს სიცოცხლის უფლება. დიდება იესოს. და თუ კი იესომ დაადგინა უფლებები, არავის არ აქვს უფლება, რომ ის უფლება შეურაცხყოს ან გააუქმოს. ვერავინ ვერ გააუქმებს ამ უფლებას. პარლამენტმა რაც არ უნდა კანონები იღოს და იღოს, წეროს და იკითხოს, ის უფლება არის მარადიული. დიდება ჩემ ძლიერ ღმერთს. დიდება იესოს. მომავალი კვირა არის გამარჯვების კვირა ძვირფასებო. ყოველგვარი ავადმყოფობების წასვლის კვირა. იესოს ჭრილობებში ჩვენა ვართ განკურნებულები, ჩვენა ვართ განთავისუფლებულები, ჩვენ ვდგავართ ამ რწმენაზე და ჩვენ ვამბობთ, რომ გამარჯვება, 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 ჩვენ ვსწავლობთ იესონავეს ძეს და ღმერთმა უთხრა, შენ გაქვს უფლება იცხოვრო ამ მიწაზე, მაგრამ მას უნდა დაეპყრო ეს მიწა და უთხრა, იყავი მხნედ, არ შეგეშინდეს. არ შეგეშინდეს გოლიათების, არც ერთი მისხალი არ არის ჯერ გამარჯვებისას, არც ერთი მისხალი არ გაქვს დაპყრობილი, მაგრამ არ შეგეშინდეს, რადგან მე ვთქვი, ეს ასე იქნება. თავარია არ შეგეშინდეს, თავარია გაბედული იყავი, თავარია არ დაიღალო, თავარია იბრძოლე, თავარია დააკაკუნო და გაგეღება. დიდება იესოს. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. როდესაც შენ ისმენ და იცი რა უფლებები გაქვს, შესაბამისად იქცევი. როდესაც მაგალითად არჩევნები არის, ხო? ასლარს აძლევენ ადამიანს, რომელმაც არაფერი არ იცის სოფელში, თავისი უფლებები და ეუბნებიან, აგერ ასლარს მოგცემ, ამ 2 კილო კარტოფილს მოგცემ და მიეცი ხმა ამას, მოაწერე ხელი.
და მისცემს ხმას იმას 100 ლარად და 2 კილო კარტოფილად, რატომ არ იცის მისი უფლებები. მაინც არაფერი არ გამოვა, მე მაინც არაფერი მეშველება, ჩემთვის მაინც არავინ არ არის. მაგრამ როდესაც ადამიანმა იცის, რომ იმ დღეს მას აქვს ყველაფრის უფლება, მაშინ სხვანაირად მოიქცევა. ასე არის მორწმუნეც, თუ შენ იცი რისი უფლება გაქვს, თუ შენ მოსმენილი გაქვს რა ძალა აქვს ღმერთის სიტყვას, თუ შენ იცი შენი მომავალი და შენი უფლებები, მაშინ ეს შენ მოქმედებებში გადმოდის და თუ შენ იცი რომ შენ ხარ გამარჯვებული ყველაფერზე, ეს შენში იწვევს მოლოდინს და მოქმედებას და სულიერ სამყაროში ცვლილებებს. დიდება იესოს. ამიტომ ვამბობთ, რომ მომავალი კვირა არის გამარჯვებების კვირა იესო ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უფლება სიცოცხლის ხის მიმართ. და ეს ჩაწერილია სიტყვაში არის ჩაწერილი. ამიტომ უნდა იცოდე შენ სიტყვა, უნდა იცოდე იესო ქრისტე რას ლაპარაკობს და ღმერთის სიტყვა როგორია. დიდება იესოს. ჩვენ გვაქვს უფლება, თქვი მე მაქვს უფლება სიცოცხლის ხის მიმართ.